რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემას წარმოგიდგენთ მე, დავით ოყუჯავა, მუზეუმის დირექტორი. როგორც მიმდინარე წლის პირველ გადაცემაში შეგპირდით, წელს გარდა იმისა, რომ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს გაგაცნობთ, ან მოგიყვებით ისტორიებს მუზეუმის და მისი ღვაწლმოსილი თანამშრომლების შესახებ, ასევე გაგაცნობთ მუზეუმის მიმდინარე პროექტებს, რომელსაც მუზეუმი უახლოეს მომავალში გეგმავს. დღეს სწორედ ერთ ასეთ პროექტზე მინდა გესაუბროთ. მუზეუმის ერთგული მეგობრებისათვის ცნობილია, რომ დადიანების განცსაცავი გზამკვლევს ან საკუთარი კოლექციების შესახებ გამოცემას დიდი ხანია ელოდება. ბოლო გზამკვლევი, რომელიც მუზეუმმა გამოაქვეყნა, 10 წელზე მეტი ხნის არის და არასახავს დღევანდელ რეალობას. 2021 წელს მუზეუმის ეგიდით და რუსთაველის სახელმწიფო ფონდის დახმარებით გამოიცა მუზეუმის თანამშრომლის, ყოფილი დირექტორის და საგანძურის მცველის ლილი ბერაიას ნაშრომი დადიანების სასახლეთა საგანძური, სადაც მოსემულია სასახლეებში დაცული ხატების, ჯვრების და საეკლესიო დანიშნულების ექსპონატების მეცნიერული კვლევა, მაღალი ხარისხის ფოტომასალის თანხლებით. 2024 წელს მუზეუმი გეგმავს ახალი გზამკვლევის გამოცემას. სულ მალე დასრულდება წიგნის ელექტრონული ვერსია და დაიბეჭდება. მუზეუმის ახალი გამოცემა მკითხველს მოუთხრობს თაგილონის განძის შესახებ, რომელიც გახლავთ პირველი მეორე საუკუნეების მდიდრული სამარხის ინვენტარის ნაწილი. სამარხი მამაკაცისა იყო. აღმოჩნდა შემთხვევით 1930 წლის 21 ივლისს სოფელ თაგილონის მახლობლად. აღმოჩენილი ნივთებიდან შემორჩა ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, מחვილის ან სატევრის, ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგამი, სარტყლის ან ცხენის ავშარის შესამკობელი, ოქროს გავარსიანი მძივი, ირმის სარიტუალო ოქროს ქანდაკების თავი, ვერცხლის 14 ჭურჭელი და მათი ნატეხები, ცილინდრული, ნახევარსფერული და კვერცხისებრი სასმისები, ქუსლიანი და ორყურა თასები, ლამბაქი, ლანგრებისა და ემბლემიანი პინაკის ნახატები და სხვა. ვერცხლის ჭურჭელი პირველი საუკუნის რომაული პროვინციული ნაწარმია, ბოსკორეალესა და ჰილდენჰაიმის განძების ჭურჭლის მსგავსია. თაგილონის განძის ოქროს ნივთების უმრავლესობა მდიდრულადაა შემკული ცვარათი და ფერადი თვლებით. მსგავსი ოქროს ნაწარმი ცნობილია ჩრდილოეთ კავკასიისა და ყუბანისპირეთის ადრინდელი სარმატული სამარხებით. თაგილონის განძში აღკაზმულობისა და აბჯრის აღმოჩენა გვიჩვენებს მის სიახლოვეს სარმატულ სამყაროსთან. თაგილონის განძის გამორჩეული ნივთია ოქროს რიტონის ფრაგმენტი, რომელიც ირმის თავით სრულდება. განძის ამსახველი მაღალი ხარისხის ფოტომასალა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება კატალოგში. გამოცემაში მკითხველი გაეცნობა ცაიშში ნომერ პირველი სამარხ ორმოში აღმოჩენილ რიტუალური დანიშნულების კონუსური ფორმის ცალყურა სასმის. მისი კორპუსი შემკულია კალენურებით, რაც გახლავთ ეგრეთ წოდებული ღარი, დატანილი ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად. ძირი კი დაბოლოებულია ვერძისთავის სკულპტურით. ეს სამარხი კი ფუნქციონირებდა ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნის მეორე და ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში. ცაიშის გვიან ბრინჯაო ადრე რკინის ხანის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 3500-2700 წლის კოლექტიურ სამარხ ორმოებში აღმოჩენილ მხედარი ქალის ბრინჯაოს ქანდაკებებს გზამკვლევი დეტალურად გაგვაცნობს. ქალები შეკაზმულ ცხენებზე გვერდულად სავარძლებში სხედან, ორს ერთხელში ყანწები, მეორეში კი ბავშვები უჭირავთ. ეს ქანდაკებები წინააზიური ღვთაების, ღმერთების დიდი დედის, კიბელეს გამოსახულების კოლხური ვარიაციები უნდა იყოს. ასეთი გამოსახულებები მხოლოდ კოლხეთსა და საბერძნეთის კუნძულ სამოსზე, ჰერას სამლოცველოში, ჰერაიონშია ფიქსირებული. ბერძნულ სამყაროში აღმოჩენილი სავარძელში მჯდომარე ბრინჯაოს მხედრები საგანგებოდ შეისწავლა ამერიკელმა მკვლევარმა მ. ვოიატცისმა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი დამზადებულია ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნის მეორე ნახევარში, ისეთ გარემოში, სადაც ბერძნული, ორიენტალიზირებული და კავკასიური ელემენტები ერთად არსებობდა. ცაიში მოპოვებული ეს ქანდაკებები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კოლხურ ბერძნული კონტაქტები დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე დიდი ბერძნული კოლონიზაცია ძველ წელთაღრიცხვით მერვე-მეექვსე საუკუნეებში. კატალოგში, რომელსაც დღეს წინასწარ წარმოგიდგენთ,
და ერთგვარ შესავალს ვაკეთებ. შევა არქეოლოგიური კოლექციის ისეთი ექსპონატები, რომელსაც იცნობდა სპეციალისტთა ვიწრო წრე და ჯერ არასოდეს გამოფენილ. მაგალითად, მე-10 საუკუნის ორნამენტირებული ქვები, მათზე გამოსახული ფიგურული შესრულების მაღალი დონითა და შინაარსითაა საყურადღებო. ერთ ქვაზე ხარია წარმოდგენილი, მეორეზე კი ლომის ფიგურაა, ცხოველის შუბლზე ბორჯღალოა ამოტვიფრული. ხახაში კი მას მამაკაცის სხეული მოუთავსებია. მსხვერპლს ქვემოდან გველი ან გველეშაპი ეტანება საკბენად. ეს სამფიგურიანი ბარელიეფი ქრისტიანული ხელოვნებისათვის საკმაოდ იშვიათია. რელიეფზე წარმოდგენილია წმინდა ბასილი ურჩხულის ხახაში. ასეთ გამოსახულებას ვხედავთ პლოკის, პოლონეთი, ტაძრისათვის მე-12 საუკუნეში ჩამოსხმულ ბრინჯაოს კარზეც. გზამკვლევი გვერდს ვერაულის მუზეუმში დაცულ უნიკალურ წიგნებს. სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი წიგნის ნამდვილი ტრფიალი იყო. ის არა მარტო აგროვებდა წიგნებს, არამედ თვითონ ეწეოდა ლიტერატურულ მთარგმნელობით საქმიანობას. სამეგრელოს ახალგაზრდა მთავრის დაკვეთით ითარგმნა და გადაიწერა არაერთი მხატვრული თუ სამეცნიერო შრომა. ცნობილია, რომ დავითი თავადაც ეწეოდა ხელნაწერთა გადაწერას. მარი ბროსეს ცნობების მიხედვით დავით დადიანს ჰქონდა ურცელესი ბიბლიოთეკა, რომელიც ქართული ხელნაწერების მდიდარ კოლექციას წარმოადგენდა. ეს ბიბლიოთეკა მას უნახავს 1858 წელს სამეგრელოში ყოფნის დროს. თავრისეული ზოგიერთი ხელნაწერის შეუსწავლია კიდეც. იოანე მეუნარგია წერდა: დავითი დიდი მოყვარული იყო ქართული მწიგნობრობისა. მისი ქართული ხელნაწერი ბიბლიოთეკა ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკათანი იყო, თუ არა ერთადერთი საქართველოში. დავითი სულ მუდამ იმის წდაში იყო, რომ ამ ბიბლიოთეკისათვის ახალი და ახალი ხელნაწერები შეეძინა. ზაქარია ჭიჭინაძემ ხაზგასმით აღნიშნა სამეგრელოს თავის ხელნაწერი წიგნების კოლექციაში სულხან საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის უნიკალურობა. იგი ამასთან დაკავშირებით წერდა: ეს ახლად აღმოჩენილი იშვიათი განძი ყოფილა საკუთრება გრიგოლ და ნიკოლოზ დადიანების ძველის ქართულის ხელნაწერების წიგნების ბიბლიოთეკის, რომელი ბიბლიოთეკაც შესანიშნავი განძი იყო მთელს მე-18 საუკუნეში. დავითი საგანგებოდ ეძებდა ისეთ ხუზულებებს, რომელიც მას არ ჰქონდა. 1835 წლის 7 ივნისით დათარიღებულ წერილში ვორონეჟიდან სწერდა თავის ძმას გრიგოლს. ჩინებული წიგნი ვიშოვე გადასაწერად კნეინასაგან რეზანს, იოანას კალმასობა. სამეგრელოს მთავარი თავადაც ეწეოდა ხელნაწერების გამრავლებას. ასე მაგალითად მას გადაუწერია იოანე პეტრიწის პროლოგი და აბატი მილოტის ყოვლად საზოგადო ისტორია. დადიანს ფართო სწავლა-განათლება საშუალებას აძლევდა გამოევლინა იმ პერიოდისათვის იშვიათი სანწიგნობრო ლიტერატურული ინტერესები. თავრის ბიბლიოთეკაში დაცული იყო მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნეებისა და პროგრესული იდეების ავტორთა გამორჩეული შრომები. მათ შორის აღსანიშნავია მარკ ციცერონის ლელი, ანუ მეგობრებისთვის, მონტესკიეს გულისხმის ყოფისათვის სჯულთასას, ვოლტერის ალზირა და სხვა. წერს მიქაძე დავით დადიანის ბიბლიოთეკა კრებული მწიგნობარში. 1882 წელს სამეგრელოს დედოფლის ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ ნიკო დადიანმა მალევე საკუთარი ბიბლიოთეკა, მათ შორის 169 ხელნაწერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას გადასცა. ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილსა და სხვა მოღვაწეებთან ერთად ნიკო დადიანი სასტიკი წინააღმდეგი იყო რუს ჩინოვნიკთა მცდელობისა სამეგრელოში საეკლესიო ენად მეგრული დაემკვიდრებინათ და მეგრული ანბანი შემოეღოთ. ამასთან დაკავშირებით 1886 წლის 23 დეკემბერს ლონდონში გაზეთი The Times წერდა: 1885 წლის გაზაფხულზე, მაშინ როცა რუსეთის მთავრობამ სკოლებში ქართული ენის გამოყენება აკრძალა და ქართულ დიალექტზე მოსაუბრე მეგრელები იძულებულნი გახადა ყველა საგანმანათლებლო მიზნობრიობისათვის რუსული ენა გამოეყენებინათ, თავადმა ნიკოლოზმა ქართულ აკადემიას დადიანთა ოჯახის უძველესი ბიბლიოთეკა გადასცა. ბიბლიოთეკა სკრუპულოზურად იყო დალაგებული ნიკოს მამის დავით დადიანის მიერ, რომელიც ფრანგი ორიენტალისტის მარი ბროსეს ნაშრომში ანგარიში არქეოლოგიური მოგზაურობის შესახებ მოხსენიებულია როგორც უაღრესად დაფასებული მწერალი. აღსანიშნავია, რომ ასობით უნიკალურ ნაშრომთან ერთად ბიბლიოთეკა მოიცავს მე-10 და მე-11 საუკუნით დათარიღებულ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხელნაწერებს. მუზეუმში დაცული იარაღების კოლექციის შესახებ კატალოგი სახელწოდებით რაინდთა დარბაზი მოგვითხრობს, რომლის შეძენა დღესაც შესაძლებელია მუზეუმის მაღაზიაში. 2023 წლის თებერვალში კატალოგის მიხედვით მოეწყო გამოფენა უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, რომლის სახელწოდება
ასევე რაინდთა დარბაზი გახლდათ. ახალ გამოცემაში კი კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ დადიანების სასახლის საბრძოლო ხელოვნების კოლექციას, რომელიც იარაღის ისტორიის საინტერესო ეტაპებსა და ნიმუშებს მოიცავს. როგორც ჩანს, იარაღის შეგროვება სამეგრელოს მთავრების სასახლეში საფუძველი ჯერ კიდევ ლევან დადიანის დროს მე-17 საუკუნეში ჩაეყარა. ამაზე მიუთითებს მუზარადებისა და ბოძალების საყურადღებო ნიმუშები. მე-19 საუკუნეში ყოველმხრივ განათლებულმა სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა ამ პროცესს მიზანმიმართული და ამასთანავე სამუზეუმო სახე მისცა. როგორც ჩანს, ჯერ დავითი, შემდეგ კი მისი შვილები ნიკო და ანდრია სასახლის სამხედრო კაბინეტისთვის იარაღს გარკვეული სისტემით აგროვებდნენ. დადიანების იარაღის კოლექცია პირობითად შემდეგ ჯგუფებად შეიძლება დაიყოს. კავკასიური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, რუსული ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ევროპული, ანუ ფრანგული, გერმანული, ინგლისური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, აზიური, აფრიკული, ამერიკული და ავსტრალიური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები, შუბები, ბოძალები და არბალეტები, ზარბაზნები, მუზარადები, სამხედრო შლემები, საპირე წამლეები და აბჯრები, საბრძოლო წარჩინების ნიშნები, უნაგირები. გადაცემის დასასრულს ყურადღებას გავამახვილებთ სამხედრო კოლექციიდან ერთ ჭეშმარიტად ქართულ იარაღზე. ბორძალი, იგივე ბორზალი, ან ბორძალი, არის ორწვერა ისარი, ან შუბი და ის მეგრელთა წარმოდგენით ეკუთვნოდა წმინდა გიორგის, როგორც მეხმტყორცნელ მთავარსარდალს. მეგრელთა შეხედულებით ჭექა ქუხილის ჟამს თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ზეცაში დაქროდა და ავსულებს ამ იარაღით ხოცავდა. იმავე შეხედულების თანახმად მეხნაკრავ ადგილს წმინდა გიორგის ბოძალის ნაკვალევი ამჩნევია. სერგი მაკალათიამ საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა ბოძალის შესახებ. მისი თქმით, ვისაც დათქმული ჰქონდა ჟინიშის ხვამა, ანუ ზეციური ლოცვა. მას წმინდა გიორგის ეკლესიაში შესაწირავად მიჰქონდა რკინის ორკაპიანი ბოძალი, რომ მის ოჯახს მეხი არ დასცემოდა. ამ ბოძალს შეუკვეთავდნენ მჭედელს და სანთელ საქმეველით მიჰქონდათ წმინდა გიორგის ხატთან. ილორში, ჯეგეთაზე, სოფელ ხეთაში და სხვა ძლიერ წმინდა გიორგის ეკლესიებში. დღეს ერთ-ერთი ბოძალის ნიმუში გამოფენილია დედოფლისეული სასახლის მუდმივ გამოფენაში. კერძოდ კი მემორიალური გამოფენის სამხედრო კაბინეტში. გზამკვლევში, რომელიც სულ მალე გამოიცემა, აუცილებლად შევა დადიანთა ოჯახის შესახებ ისტორიები, სასახლეების, ბოტანიკური ბაღის და სხვა მრავალი დეტალი, რომელიც აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისათვის. დღევანდელი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა. თავს უფლებას მივცემ და დიდ მადლობას გადაუხდი, მაგრამ არ დავასახელებ ჯერ კატალოგის სარედაქციო ჯგუფს. ვინაიდან კატალოგი ჯერ გამოცემული არ არის და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დაზუსტების ეტაპზეა, თავს შევიკავებ. თუმცა მინდა წინასწარ მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მუზეუმის თანამშრომელს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ეს კატალოგი მუზეუმისთვის შეექმნა. ფოტოგრაფებს, დიზაინერს და ყველას, ვინც ბევრი იშრომა 2023 წლის განმავლობაში, რათა წელს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ხარისხიანი, მაღალი პოლიგრაფიული ღირებულების კატალოგი ქონოდა. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.